მე ძალიან ხშირად მომისმენია, როცა მეუბნებიან, რომ იცი რა, 4-ში თუ არ გამოვიდა, მე 5-ში რა შვები, რა 5-ში ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. საქართველოს მოქალაქეები რასაც იზამენ, ის მოხდება. მე რა. ანუ კონკრეტულად ორგანიზატორებს რა გეგმავთ, იცი? მეორე, შენ მიუხედავად იმისა, რომ არ იცი, მაინც ამბობ, რომ ვიღებ პასუხისმგებლობასო და რა დანაირად. არა, ანუ თქვენ რა გიდათ და ამ ოპოზიციურ სპექტრს, საიდანაც 10 კაციდან რომ 2 სუსია და სუს რო გააქვს. ინფორმაციები გინდათ, რომ დააждდნენ ეს ადამიანები ყველგან. ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის მთავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა. ან აღმოჩნდეს შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული, როგორც თქვენ აანონსებთ, ამ პერიგით აღმოჩნდეს ამ აქციების და პროტესტის დასასრული. მაგრამ 100-ჯეროდ დაეცე ამ ქვეყნის ბრძოლაში და ცხოვრებაშიც ესეა. 100 მერტით უნდა ადგილს. ხალხი რომ ხვდება ქუჩაში, ამას მეკითხება პირველ რიგში, რომ აი კარგი დაუშვათ ბიზნეს შევცვალო, ვინ მოდის? მე რომ ვეუბნები, რომ იცი რა გინდათ ეხა ერთი კაცი, აი კოალიცია მოვა. ამაზე რას პასუხობ? იცი რა კოალიცია მოვა, ერთმანეთს ჭამენ, ერთი იქეთ გარბის, მეორე იქეთ გარბის. თუ შენ ეს გაცნობიერებული გაქვს, რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართავს, მაშინ ისიც უნდა გქონდეს აუცილებლად გაცნობიერებული, რომ რუსულ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში კითხვა არ უნდა დასვა, რომ აქეთ მხარეს ვინ არის. მეგაგილაურსაც ამბებს იხსენები და რო გითხარ რეალურად რა ხდება გილაურებთან დაკავშირებით. რა შეთანხმებაზე იყო საუბარი უჩამამაცაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან, რა ხელისუფლების გადაბარებას პირდებოდნენ და როგორ გადააგდეს მერე და მაინც ციხეში გაუშვეს კონკრეტულად ეს ადამიანები. ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხის გაცემა აუცილებლად ჭირდება. მოგესალმებით, მე ვარ ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი და ეთერშია გადაცემა პოლიტქალაქი. 6 დღეში 4 ოქტომბერია. დღე, როდესაც საზოგადოების და ოპოზიციის ერთი ნაწილი რევოლუციას აანონსებს. ისინი ხალხს ამ დღეს ქუჩაში გამოსვლისკენ და ხელისუფლების შეცვლისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციის მეორე ნაწილი კი ამ წამოწყებას სკეპტიკურად უყურებს. ისინი ამბობენ, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ანონსდება. ეს პროცესის ნაწილია და თუ ამ დღეს არაფერი არ მოხდა, ამან შეიძლება ხალხში დიდი იმედგაცრუება გამოიწვიოს, რაც სწორედ ივანიშვილის წისქვილზე დაასხამს წყალს. რას უნდა ველოდეთ 4 ოქტომბერს? ეს იქნება ჩვენი გადაცემის მთავარი თემა და ჩვენი სტუმარი იქნება 4 ოქტომბრის ერთ-ერთი გულხურვალე მხარდამჭერი და ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე. მოგესალმებით, ანა, მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის. ჩვენი საუბრის მთავარი თემა იქნება 4 ოქტომბერი, იმიტომ რომ ფაქტობრივად კვირაზე ნაკლები რჩება, იქეთ შაბათს არის 4 ოქტომბერი და ზოგს აქვს დიდი მოლოდინი ამ თარიღის მიმართ. ზოგი საერთოდ ირონიულად უყურებს ამ თარიღს, რა 4 ოქტომბერი უნდა მოხდეს. ზოგი ოპოზიციაშიც კი არის ასე ვთქვათ სკეპტიკურად განწყობილი, რომ ძალიან არასწორია ერთ თარიღზე მიბმა და ვინაც ხადებს წინასწარ რევოლუციის თარიღს და ასე შემდეგ ამბობენ, მოგისმენია ესეც და მე იქნება იმედგაცრუება ხალხის და პირიქით უარესი იქნება. ბევრი ვერსია არის, შენ როგორც ვიცი, ძალიან ესეთი ენთუზიაზმით ხართ განწყობილი ამ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, ხო, ანუ პოლიტიკური სპექტრის დიდი ნაწილი ამბობს, რომ მე პასუხისმგებლობას არ ვიღებ. შენ რა დამოკიდებულება გაქვს? მოგესალმებით, მადლობა შესაძლებლობისთვის. მე ვამბობ, რომ მე ყველა პროცესში ავიღებ პასუხისმგებლობას და ყველა პროცესში მივიღებ მონაწილეობას, რომელიც უკავშირდება რეჟიმის ცვლილებას და რეჟიმის რევოლუციურ ცვლილებას. იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთხელ დავწმუდით, რომ ეს რეჟიმი არ წავა არანაირი არჩევნები და რომ ამ ქვეყანაში არანაირი არჩევნები არ არსებობს, არსებობს უბრალოდ რუსული სპეცოპერაცია, რომელიც 4 ოქტომბერს არის ჩანიშნული და ეს რუსული სპეცოპერაცია ემსახურება მხოლოდ ერთადერთ რაღაც იმას, რომ ბიძინა ივანიშვილს პირი მობანოს და ყველას უნდა ესმოდეს ძალიან კარგად. მათ შორის იმ სკეპტიკოსებსაც, ხო, 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რომ მე ძალიან ხშირად მომისმენია, როცა მეუბნებიან, რომ იცი რა, 4-ში თუ არ გამოვიდა, მე 5-ში რა შვები, რა 5-ში ბრძოლას ვაგრძელებ, თუ 4-ში არ გამოვიდა. მაგრამ ის რომ 4-ში გამოვიდეს და ეს შესაძლებლობა ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ქართული ოცნების სისუსტის გათვალისწინებით და არაერთხელ გვითქვამს, რომ არასოდეს ისეთი სუსტი ქართული ოცნება არ ყოფილა, როგორც ახლა არის და ის პროცესები რაც შიგნით ხდება, ხო, ქართულ ოცნებაში. შესაბამისად, ამ ადამიანების გავლენები მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში და მათ შორის პარტიულ აქტივში არის ძალიან დიდი. დღეს ყველა ის ადამიანი, რომელიც რაღაცით დაკავშირებული იყო ლილუაშვილს, ღარიბაშვილს, თორნიკე რიჟვაძეს ან ნებისმიერ ამ ადამიანს, არის დაძაბული შიგნით და დაძაბულია, იმიტომ რომ არ იციან ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მიადგება ბიძინა ივანიშვილი. და პროცესი, რასაც თქვი, ამაში მაინც ხომ მეთანხმებით, რომ რეჟიმმა რო დაიწყო თავისი შვილების ჭამა. ის რაც ხდება ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან დაკავშირებით, ხო ეს არის. ხო საუკეთესო მონები იყვნენ. ხო საბოლოოდ მაინც მიადგა იმის გამო, რომ დაეჭარო ფულს პარავდნენ. ოღონდ ფულს პარავდნენ ამ ქვეყანას კი არა, რაც დაშვებული იყო. ფულს პარავდნენ თვითონ ბიძინა ივანიშვილს. მე სულ ამას ვიმეორებ, მე რა.
რომელი სიძლიერის გამოვლენა. ლევან ხაბაიშვილს მთელი პროცესის განმავლობაში ეძახდნენ კლოუნს. მთელი პროცესის განმავლობაში ამბობდნენ, რომ 4 ოქტომბერი არაფერი არ არის. მთელი პროცესის განმავლობაში ცდილობდნენ, რომ აეგდოთ 4 ოქტომბერი. და რატო დააკავეს ლევან ხაბაიშვილი? ეს სიძლიერის გამოვლენებაა? ანუ რანაირად არის ახლა ხელისუფლებას თუ არ მეშინია? თუ მგონია რომ ხარ კლოუნი, თუ მგონია რომ 4 ოქტომბერი არაფერი არ არის. თუ თავს გრძნობ ძლიერად, აი რატომ უნდა დავაკავო ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, რა პოლიტპატიმრები აკლია რეჟიმს, სავაჭროდ ვერ გრძნობს პოლიტიკოსების დაკავება რა არის, გრძნობს მიუხედავად იმისა, რომ ფეხებზე კიდია და პოლიტიკოსები მაინც დააკავა, გრძნობს ეგ რასაც ნიშნავს პოლიტიკოსების დაკავება და რა ფასი აქვს მისთვის გადასახდელი, ესეც ძალიან კარგად იცის. ანუ მისი დაკავებითაც ხო რეალურად თქვა ის რისიც ყველაზე ძალიან მას ეშინია. ეშინია იმისი ეშინია რევოლუციური ცვლილებების და ეშინია გაბრაზებული ხალხის არანაირი ეგრეთ წოდებული არჩევნების მას არ ეშინია და მეორე სად არის ძლიერად ხალხო ქართული ოცნება ანუ მთელი ამ პროცესის განმავლობაში ლეგიტიმაცია ვერ მოიპოვა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებში ანუ ვერაფერი ვერ ქნა იმისთვის რომ მისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა რაც არის ლეგიტიმაცია ორი მნიშვნელოვანი პრობლემა აქვს ლეგიტიმაცია და შიდა პროტესტი ისე არა უფეთქდეს რომ რევოლუციამდე არ მივიდეს საქმე ხო ლეგიტიმაცია დარბიან და აი რა ვიცი 20 ჯერ თუ 30 ჯერ შეხვდნენ უკვე იმას რა ქვია ორბანს და ორბანის ელჩს საქართველოში თვითონვე იძახის რომ დასანქცირებული ვარ და ამ პროცესში უბედურება მჭირს და ეხლა ფულის ამოღებას ცდილობს ამ ყოლაფრიდან თვითონვე იძახის და deep state და გლობალურ პარტიას აბრალებს ის რაც ჭირდება ამ დროს ადამიანები აქეთ ფლანგზე არიან რომლებსაც ეს ყოლაფერი გონიათ ბიძინა ივანიშვილის სიძლიერე და არა სისუსტე ხალხო არა მაგმითიდან ყველა უნდა გამოვიდეს აბსოლუტურად იმიტომ რომ არავინ ისე შეშინებული არ არის გაბრაზებულ ხალხთან როგორც არის ოლიგარქი და არც ბიძინა ივანიშვილი არის უძლეველი ეს უბრალოდ ეს ბიძინა ივანიშვილის უძლეველობის რაღაცა მითი შექმნეს ოპოზიციურ ფლანგზე მათ შორის შიშარა პოლიტიკოსებმა 13 წელია ახლა ბიძინა ივანიშვილი რასაც უნდა იმას აკეთებს ვინც უნდა გაუშვებს რამდენი პრემიერ-მინისტრი გაუშვა გახარია საერთოდ აგერ ახლა გაქცეულია ქვეყნიდან საქმე აღოძრა ვისაც უნდა რასაც თავის გუნდში იქნება თუ მთელი გუნდი დაშალა თავიდან ააწყო კოალიცია იყო ყველაფერი მაგრამ ძალაუფლებას ინარჩუნებს ის მიუხედავად ამ ყველაფრისა და ამიტომ აქვს ახლა ხალხს სკეპტიკურ დამოკიდებულება რომ ეს როგორ წარმოგიდგენიათ რომ ერთ დღეში ახლა უცებ აი 4 ოქტომბერს ბიზნესმენი შეეშინდება ბევრ ხალხს რომ დაინახავს ქუჩაში და კი მებრძოლს ბევრ მებრძოლ ხალხს იყო აი დეკემბერში მე რა ბევრ მებრძოლ ხალხს კი ბატონო ნახე ამაზეც კი პასუხობს პირველი 13 წლის განმავლობაში საზოგადოებამ განვითარების ძალიან ბევრი ფორმა გაიარა, მათ შორის რეჟიმთან ურთიერთობის ძალიან ბევრი ფორმა გაიარა და მე მახსოვს აი ეს პერიოდები, როდესაც რა ვიცი, აი პოლიტიკოსები აქციაზე არ გვინდა, ნაცები აქციაზე არ გვინდა, პოლიტიკოსებს სცენაზე რო არ უშვებდნენ. მახსოვს ისიც, როდესაც კობახიძე რო გადააყენა ვიზეიმედ გამარჯვება, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით, რომ ეს რეალურად არანაირ გამარჯვებას არ მოიტანდა. ვიზეიმედ გახარიას ბოდიში მახსოვს ეს ძალიან კარგად, მაგრამ ვიზეიმედ მათ შორის რუსული კანონის უკან საკატანა პირველ ჯერზე, მაგრამ მეორე ჯერზე შემოიტანა. ანუ საზოგადოება ნახე რა კი და ეს არის გამოცდილება საზოგადოებისთვის და საქართველოს მოქალაქეებისთვის. ეს არის გამოცდილება, რომელმაც გვასწავლა და რა გვასწავლა? გვასწავლა ის, რომ ამ 13 წლის განმავლობაში ჩვენც არასწორი და ჩვენ ქონდა ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას არ გულისხმობთ, საზოგადოებას და საქართველოს მოქალაქეებს გულისხმობთ, თორე ნაციონალური მოძრაობისთვის პირველივე დღიდან რუსული რეჟიმი იყო ეს და პირველივე დღიდან ვამბობდით, რომ ეს რეჟიმი არანაირი არჩევნებით არ წავა, იმიტომ რომ ოლიგარქები არჩევნებით არ მიდიან, ოლიგარქები მიდიან მშვიდობიანი რევოლუციით. ახეთ 13 წლის განმავლობაში საზოგადოება და საქართველოს მოქალაქეებმა ეს გამოცდილება რეჟიმისგან მიიღეს. მათ შორის ახლა მე მახსოვს პროცესები, როდესაც დღეს რომ ქუჩაში დადიხარ და ადამიანები გაჩერებდა, მე მეკითხებიან რომ 4 ოქტომბერს რევოლუცია ხო იქნება და ჩვენ რევოლუციისთვის გამოდივართ, მე მახსოვს პერიოდი, როდესაც ისე ყავდა დაკომპლექსებული სიტყვა რევოლუციით, არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები, პოლიტიკოსები ვერ იმეორებდნენ, ოპოზიციური პოლიტიკოსები ამ სიტყვას, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში ეს რაღაცა რა თქმა უნდა, ხო არ ვერ ამჩნევთ ამას. საქართველოს მოქალაქეები დღეს რომ რუსთაველზე ყველა რევოლუციას იძახის და საქართველოს მოქალაქეები აი ეხლა რომ გააჩერო და რო კითხოთ 4 ოქტომბერს რა ელოდებათ რევოლუციაზე დაგალაპარაკებიან. ეს გარდატეხაც მოხდა, ამიტომაც ვამბობ, რომ არ არის სწორი აქცენტი იმაზე, რომ 13 წლის განმავლობაში რომ ვერაფერი ვერ გავაკეთეთ, მაგიტომაც ეს დღე შეიძლება არ გამოვიდეს. 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეებმა ბევრი ისწავლეს. ნახეთ პირველი ბევრი საქართველოს ისტორიაში უნდა მოიტანოს ამასაც ვიტყვი ეს ოპოზიციის მხრიდან რაღაც ნაწილის მხრიდან ამას რა
ბექი აქვს და რატო ლაპარაკობენ ამას, მაგრამ ნახეთ, ანუ იმას ვამბობ, რომ მათ შორის ახლა 2019 წლამდე და 2000 ბოლო რუსულ კანონამდე ეს მე ვიცი ადამიანები ოპოზიციურ სპექტრში და არა მხოლოდ ოპოზიციურ სპექტრში, რომლებსაც და საქართველოს მოქალაქეები, რომელსაც ბიზნა ივანიშვილი ვერ წარმოედგინათ, რომ ესეთი რუსი იყო, ხა საქართველოს მოქალაქეებს კი არა, ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს ვერ წარმოედგინეთ, კაცო, 20-20 არჩევნების დროს ჩვენ რო ბოიკოტი ნაციონალური მოძრაობა არ გვინდოდა პარლამენტში შესვლა და ბოიკოტში ვიყავით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები იყვნენ, ვინც ჩვენზე ზეწოლას ახდენენ და გვეუბნებოდნენ, რომ არა პარლამენტში უნდა შეხვიდეთ. იმიტომ რომ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებსაც კი ვერ წარმოედგინათ, რომ ეს კაცი არის ესეთი რუსი, რომელიც დაიკიდებდა ამერიკელებსა და ევროპელებსაც და პირად საუბრებაში გვეუბნებოდნენ, ჩვენი ამერიკელები პარტნიორები და ევროპელი პარტნიორები, რომ იცით რა, თქვენ ძალიან რადიკალურები ხართ, იმიტომ რომ არ შეიძლება ესეთი რადიკალიზმი ხელისუფლებასთან და უნდა იყოთ გახსოვთ ეს სიტყვა რაღაც კონსტრუქციულ რეჟიმში უნდა იყოთ ხელისუფლებასთან, იქ პარლამენტში უნდა იმუშაოთ, საკრებულოებში ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხებზე უნდა იმუშაოთ. ამ უცხოელ პარტნიორებზე დღეს იძახის ოცნება, რომ ისინი მიბათ 20-20-ში ჩვენი დამხობა უნდა დათო. არა და მართლა იმათ აიძულეს ოპოზიცია, რომ პარლამენტში შესულიყო. ჩვენ ნაციონალურ მოძრაობას მე ვესწრებოდი, რომ დამხობა უნდა დათო. მე ასევე ვიტყვი, ასევე კი, ნამდვილად და სხვათა შორის ახლა მე ქართულ ოცნებას ნამდვილად არ დავემსგავსები მაგ ამბავში. საქართველოს მოქალაქეები და როგორც რიგით საქართველოს მოქალაქე ძალიან მადლობელი ვარ ჩვენი ევროპელი და საერთაშორისო პარტნიორების იმისთვის, რომ საქართველოს დამოუკიდებლობიდან დღემდე ისინი საქართველოს მეგობრები არიან, ერთი კონკრეტული პოლიტიკური პარტიის კი არა, საქართველოს მეგობრები არიან, მაგრამ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების დიდი ძალისხმევის შედეგად არის დღეს, რომ აი ესე გაბლატავებული არის ქართული ოცნება, იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ამერიკელები ეს შეიცვალა ნამდვილად და რატო შეიცვალა? მე რა ვნახე, შეიცვალა იმიტომ რომ ჩვენი საერთაშორისო უკრაინის ომის შემდეგ ყველამ ძალიან ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც ძალიან ცხადი გახდა, რომ ეს კაცი არის ჩვეულებრივი რუსი ოლიგარქი, რომელიც ატარებს რუსეთის ინტერესს და რომელიც არც ამერიკელების, არც ევროპელების და მით უმეტეს არც საქართველოს მოქალაქეების ინტერესს არ აინტერესებს. ეს გახდა ცხადი, ეს არ ყოფილა 13 წლის განმავლობაში. ხო, არც საერთაშორისო ასპარეზზე ყოფილა 13 წლის განმავლობაში და მით უმეტეს საქართველოს მოქალაქეებზე არ ყოფილა. 28 ნოემბრის შემდეგ მე ვიცნობ ადამიანებს, რომლებიც ბოლო არჩევნებზე ხმა მისცეს 2024-ში ქართულ ოცნებას და გარეთ გამოვიდნენ 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძის განცხადების შემდეგ, როდესაც მან თქვა, რომ აჩერებს კანდიდატის ინტეგრაციას, ევროპულ ინტეგრაციას, ხო? რეალურად ეს ფაქტორები და ამას ემატება ის შემდეგ, რაც ახლა ქართულ ოცნებაში ხდება, ხო? ეს ფაქტორები არის გარანტი იმისი, რომ საქართველოს მოქალაქეებს უფრო მეტი აქვთ გაცნობიერებული. 2020-ისგან განსხვავებით, მე შემიძლია გითხრა, 2020-ში ვიმეორებ, რაც იყო უდიდესი შეცდომა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაც და ჩვენიც, რომ არა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ქართველი NGO-ებისაც, რომლებიც ასევე მოტივირებული იყვნენ, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად და პირდაპირ ვთქვათ, ყველამ ერთად შემდეგ ეს არჩევნები ქართულ ოცნებას აი ესე გაუპრავა, რომ ქართველი NGO-ებისაც და საქართველოს მოქალაქეებისთვისაც, ანუ ყველას ერთად დიდი შეცდომა იყო ის, რომ მაშინ ეგ ბოიკოტი ვერ შედგა, საბოლოოდ იქ ვიღაცაები ქართულ ოცნებამ ოპოზიციიდან იყიდა, სხვადასხვა ის ხალხი, ვინც ახლა არჩევნებში მონაწილეობს, მაგალითად ელისაშვილი და ესენი თავის დროზე და არა მხოლოდ მათი რაღაც ნაწილი ახლა ციხეშია და უბრალოდ არ უფრო მეც ამაზე არ ვილაპარაკებ, მაგრამ ყველას დიდი შეცდომა, რაც შემდეგ ქართულმა ოცნებამ გამოიყენა იმისთვის, რომ იმდენად გააძლიერა საკუთარი პოზიციები მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებში, რომ კიდევ უფრო მეტად გაიმყარა პოზიციები. ყველას დიდი შეცდომა იყო ეს. მაშინ 2020 ბოიკოტი რო შემდგარიყო, მაშინ პარლამენტი რო ყოფილიყო ერთპარტიული, მაშინ ეგ ზეწოლები რო არ ყოფილიყო შესვლაზე, დღეს და 24-ში საერთო სხვა სიტუაცია იქნებოდა პოლიტიკურ სპექტრში, მაგრამ დღეს ამ საშუალების წინაშე არ დგას ეს პროცესი და რატო არ დგას? იმიტომ რომ ის რაც ხდება ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან, მუდმივი თავდასხმების საქართველოს საგარეო კურსი და ქვეყნის შიგნით საქართველოს მოქალაქეები, რომ მე ყველაზე დიდი იმედი მაქვს საქართველოს მოქალაქეების და ის ადამიანები ახლა ვინც საუბრობენ იმაზე, რომ იცი რა იქ იმედგაცრუება რომ არ იყოს რევოლუციის თარიღი არ ჩამოიკიდეს და ასე შემდეგ. მე ბევრი ესეთი გულწრფელი ადამიანი ვიცი, ვისთანაც ყოველდღიური კომუნიკაცია მაქვს და ველაპარაკები მათ ძალიან ხშირად ამაზე, მაგრამ ოპოზიციური სპექტრი ამას რომ ამბობს, თავი პრობლემა, იცი რა არის თავი პრობლემა არის ორი რაღაცა. პირველი, საკუთარ თავს ვერ ხედავენ ამ პროცესში. და ძალიან ბევრს ოპოზიციურ სპექტრში. ნახეთ, ისინი ამბობენ, რომ რაშიც მე ორგანიზებაში არ ვარ ჩართული, არ ვიცი რა მოხდება, არ დამიგეგმავს. სხვისი გაკეთებულია, არც მეუბნებიან რა იქნება, მე როგორ ავიღო პასუხისმგებლობა. ერთი წუთი, მესმის, ეს არის საჯარო ისა. მე შემიძლია უფრო მეტი გითხრა. როგორ ავიღოს ახლა პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მას არ დაუგეგმავს. ერთი წუთით მე არც იცის მინდა გეგმა
რა მოხდება? პირველი. პოლიტიკური კულუარებიდან რო გითხრა იგამბავი მე რასაც უყურებდი, იმიტომ რომ უკაცრავად რა ჩემთანაც არ მოსულა პაატა ბურჯულაძე არ დამჯდარა და არ უთქვამს რომ იცი რა არის მოდი ან ეხა მე შენ გეგმას გაგაცნო და შენ ამ ყველაფერში ჩაერთე. მე ამ ყველაფერში ჩართვის გადაწყვეტილება მივიღე როგორც საქართველოს მოქალაქე. ნახე როგორც საქართველოს მოქალაქე. საქართველოს მოქალაქეები რასაც იზამენ ის მოხდება. მე რა კონკრეტულად ორგანიზატორებს რა გეგმათ იცი? მეორე შენ მიუხედავად იმისა რომ არ იცი, მაინც ამბობ რომ ვიღებ პასუხისმგებლობასო და რა დანაირად არა, ნახე მე რა ჯერეთი რა თქვენ რა გინდათ რომ აი ესე დაждდეს პაატა ბურჯულაძე მე რო ვიყო რევოლუციის ორგანიზატორი თქვენ გონიათ რომ დაგიждებით ეხა პირდაპირ ეთერში და გეგმას გეტყვით. რევოლუციის ორგანიზატორი ცოტა ისეთი უცნაური უფრო მეც გეტყვით. უფრო ჯერთი ორგანიზატორი არიან საქართველოს მოქალაქეები. ამ რაღაცა რევოლუციას ეს არ არის რაღაცა კონკრეტული პარტიის ან კონკრეტული პაატა ბურჯულაძის. პაატა ბურჯულაძის ინიციატივა იყო თორე ბერჯერ ვიმეორებ რომ ნებისმიერი ადამიანი რო ყოფილიყო თქო სურო გიორგი გახარია ყოფილიყო ამ ნებისმიერი ინიციატივას დაუჭერდით ხართ იმიტომ რომ ჩვენ მუდმივად გვჯეროდეთ 13 წლის განმავლობაში რომ რევოლუციური ცვლილებების გარეშე ეს კაცი არ წავა. ანუ თქვენ რა გინდათ და ამ ოპოზიციურ სპექტრს საიდანაც 10 კაციდან რო 2 სუსია და სუს რო გააქვს ეს რა ქვია ინფორმაციები გინდათ რომ დაждდნენ ეს ადამიანები ყველგან რა ყველგან არ არის დაждდნენ ეს ადამიანები და რევოლუციური გეგმა მოყვან პირდაპირ ეთერში ან 10-დან სადაც 2 სუსია იქ მოყვნენ ეს რევოლუციური დებილები იქნებიან და თუ გააკეთეს ახლა რა ქნას ახლა ედოს იმას რა არა ერთი წამით პროცესი უნდა ედო ერთი წამით მე რა პროცესს და საქართველოს მოქალაქეებს უნდა ედო მე შემიძლია გითხრა ეს რომ არც ერთი ამ ადამიანის ჭმუნვა ამ გეგმას არ უკავშირდება ამ ადამიანების ჭმუნვა უკავშირდება ოპოზიციურს გულისხმობ თორე ხა ჩვეულებრივად საქართველოს მოქალაქეებს რო აქვთ ეგ კითხვა მე პასუხობ და ამ საქართველოს მოქალაქეებისთვის მე არაერთხელ მithქვას როდესაც იმაზე ვსაუბრობ რომ რაღაცა იმედგაცრუება არ მოიტანოს ოთხმა თქვენ უნდა გესმოდეს რომ ჩვენი ყოველდღიური ბრძოლა იმედგაცრუებაა მე რა როდესაც 60 პოლიტიკური პატიმარი ყავს როდესაც ჩვენს თანამებრძოლებს უბრალოდ ვერ ვეხმარებით აი თქვენი კოლეგა რომ ზია ამაღლებელი ციხეში ზის და უფრო მეც ვერ შვებით ხო განიცდით ამას ყოველდღიურად და იმედგაცრუება ხო გაქვთ ჩვენი თანამებრძოლები ხა ნინო დათაშვილს მართლა უმძიმესი ჯანმრთელობის მდგომარეობით არის და ზია ამაღლებელიც და ვერაფერს ვერ შვებით საერთოდ ამაზე მეტი იმედგაცრუება 4 ოქტომბერმა რა უნდა მოიტანოს 8 საათზე 4 ოქტომბერს რომ დახურავს ბიძინა ივანიშვილი იმას რა ქვია უბანს და შედეგს გამოაცხადებს და იტყვის რომ აი კიდევ ერთხელ გადაგახიეთ ეს ეგრეთ წოდებული არჩევნები ამას დიდი იმედგაცრუება რა უნდა მოიტანოს 4 ოქტომბერმა დღეს მახსოვდა ვიტყვი ამაზეც სხვათა შორის დღეს მე მახსენდება სოხუმის ოკუპაციის დღე არის ხო და მახსენდება ესეთი რაღაცა გურამ გაბისკერიას სოხუმის ალყაში შემორტყმული რო იყო და უთხრეს რომ დაიჩოქე და აგინე ქართველებს მან თქვა რომ არა და არასოდეს მიუხედავად იმისა რომ იცოდა რომ ბრძოლა იყო წაგებული და მიუხედავად იმისა რომ იცოდა რა ელოდა და როგორც გენო ადამია რომელიც უკვე დაკარგული რო იყო და ოკუპირებული რო იყო სოხუმი უკან მიბრუნდა და მის მისადგომებთან მოკლეს და ჟიული შარტავა რომელმაც არ დატოვა სოხუმი ბოლომდე და თავი გაწირა ანუ თქვენ მეუბნებით რომ აი ესეთი გმირების თაომავლები ვარ ჩვენ და ხო იქითა ისტორიაში რო არ გადავიდეთ კიდე შორეულში და ესეთი ხალხი ყავს ჩვენ გმირებად და ესეთი ხალხი შთაომავლებს ქართველებს იმის შიშით რომ 4-ში რაღაცა იმედგაცრუება არ იყოს და ესე რომ ეფიქრათ გაბისკერია შარტავას და გენო ადამიანს აი საერთოდ რაზე უნდა ვილაპარაკოთ მაშინ რომ კარგი არაფერი არ ვქნათ მაშინ და დაველოდოთ ისა რა ქვია მე რა იმედგაცრუების თუ შეგვეშინდება დავждეთ და დაველოდოთ ბიზინა თავისით როდის მოკვდება და მაგაშიც არ ვარ დარწმუნებული რომ თუ მოკვდება მე ბერაშვილს არ დაგვიტოვებს და დარწმუნებული ვარ რომ დატოვებს იმას რა ქვია მე მკვიდრეთ დაველოდოთ მაშინ მაგას ეხლა რა შეიძლება ის საქართველოს მოქალაქეებში რაც ისა ჩვენ 4 ოქტომბერს უნდა მივიდეთ გამარჯვების რწმენით იმის რწმენით რომ საქართველოს დროშას დავიცავთ და უნდა ვიცოდეთ ერთი და უნდა ესმოდეთ ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და გედდეს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს კონსტიტუციის ფარგლებში იმოქმედებენ მხოლოდ საქართველოს კონსტიტუცია უნდა დაიცვან გედედეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საქართველოს კონსტიტუციური ფარგლებიდან თუ ვინმე არის გასული არის მხოლოდ რეჟიმი იმიტომ რომ საქართველოს კონსტიტუცია ამბობს რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი და როდესაც ხელისუფლება გადის კონსტიტუციური ჩარჩოდან ხალხს აქვს უფლება დაიცეს საკუთარი ქვეყანა და დაიცვას კონსტიტუცია რომლითაც გარანტირებული არის ჩვენი ევროპული ინტეგრაცია და სადაც პირდაპირ გვიწერია კონსტიტუციაში რომ ყველა სახელმწიფო უწყება ვალდებულია რომ ევროპული ინტეგრაციისთვის გააკეთოს ყველაფერი და დღეს ჩვენ ამის საპირისპირო გვაქვს ქვეყანაში. ეხლა რა შეეხება ჭმონებს? ოპოზიციური სპექტრი არის მე საერთოდ მგონია რომ პოლიტიკურ ველზე მგონია კი არა და აი ესე რომ მოვყვეთ და
ძალიან დიდი შეცდომა მათ შორის ნაციონალური მოძრაობის იყო ის, რომ ჩვენ 13 წლის განმავლობაში ძალიან ბევრ რაღაცას ღიად არ ვამბობთ. და ეს ოპოზიციური ოპოზიციური სპექტრიც უკაცრავად, მაგრამ ძალიან ის არის, რა ქვია, ჭრელია და რბილად რომ თქვათ, ძალიან უცნაურია რამყრივ. ერთი არის ლელო გახარია, რომელიც პირდაპირ პირსბანს ბიძინა ივანიშვილს და მის რუსულ სპეცოპერაციაში იღებს მონაწილეობას, მიუხედავად იმისა, რომ 22 მუნიციპალიტეტში საერთოდ კანდიდატი აყავს და სადაც ყავდათ იქაც ჩაუხსნა სუსმა ნახევარზე მეტი და ბოლოს ალბათ კოპრაძე დარჩება მარტო თბილისის მერობის კანდიდატად ის პროცესები რაც მიმდინარეობს, მაგრამ მაინც შევიდა ამ პროცესში, რა მოტივაცია ჰქონდა საქართველოს მოქალაქეებმა განსაჯენ, ახლა გაიყიდნენ იქ თუ ისე რა ქვია, ვიწრო პარტიული მოტივაცია ჰქონდათ, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. რა ვიცი, მეორე ნაწილი ვინ ჩუმად არის, აგერ სულ რამდენიმე ხნის წინ ნიკა გილაური აფინანსება კაცო, რომელიც ახლა დადის და იმაში იძახის ბრიტანეთში, იმას იძახის, რომ ბიზნეს ივანიშვილი თუ დაასანქცირეთ, ჩამოიშლება საქართველოს ეკონომიკაო და არის ნაწილი ძალიან ესე ვთქვათ ადამიანების, ვინც იმაზე წუხან თურმე რომ იქ ხან პაატა ბურჭულადი არ მოწონდა, ხან ვიღაცა არ მოწონდა, ხან გეგმა არ იციან, რომ საკუთარ თავს ვერ ხედავენ რა პროცესში. აი ეს არის, იმიტომ რომ ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილის თავარი პრობლემა არის ის, რომ ამ ბრძოლაში საკუთარი თავი უფრო უყვართ, ვიდრე ეს ბრძოლა და საკუთარი ამბიციები უფრო მნიშვნელოვანია მათთვის, ვიდრე რეჟიმის დამარცხება. იმიტომ რომ ესე წინა საარჩევნო პერიოდის რა იყო? წინა საარჩევნო პერიოდში იმას კი არცელობდა ოპოზიცია, რომ ბიძინა ივანიშვილი ყოფილიყო ფოკუსი. მათი ფოკუსი იყო ნაციონალური მოძრაობა და ყველა იმაზე იყო, რომ ნაციონალურ მოძრაობას წაეღლიტა ხმები. მე ერთ რაღაცას გავესანობ, რომ ლევან ხაბეიშვილს სანამ დაიჭერდნენ, როდესაც აი ამ 4 ოქტომბრის ეს პროცესი დაიწყო, მეც მქონდა ცხადია ბევრი კითხვები. ლევან ხაბეიშვილს სანამ დაიჭერდნენ, ლევან ხაბეიშვილი ყველა ამ ადამიანს ოპოზიციური სპექტრიდან უმრავლესობას მაინც პირადად შეხვდა. მერაბ, მათ შორის პაატა ბურჭულაძეს ჰქონდა პირადი კომუნიკაცია ამ ადამიანებთან 4-თან დაკავშირებით. არ ყოფილა პრობლემა, რომ კითხვებზე პასუხი დახურულ ფორმატში ყოფილიყო და ვერ შედგა იქ კომუნიკაცია. იმიტომ რომ ყველას თავისი ამბიცია აქვს. იმიტომ რომ ყველა ჩათვალა, იმიტომ რომ აი კარგი, იცი გეტყვი ამაზეც რა, დამაჯერებელი პასუხი ვერასოდეს ვერ იქნება, თუ შენი ამბიცია უფრო დიდია, ვიდრე რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა და თუ უყურებ ამ პროცესს ისე, რომ თავარია შენ იყო პირველი და თავარია შენ კონდეს რაღაცა თავარი ოპოზიციონერის სტატუსი და ანუ რეჟიმის პირობებშიც იტივტივებ დიდი ხანი. იმიტომ რომ ოპოზიციონერების დიდი ნაწილი როგორ არიან, იცი, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა ცხოვრობენ, რა ვიცი, ლამის პენტჰაუსებში, აქვთ რაღაცა შემოსავლები, მათ შორის ოჯახიდან, რა ვიცი, ძველი ბიზნესებიდან თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ კარგად არიან. ანუ არ უჭირთ ისე, რომ 10 და 15 წელი კიდე ბიზნეს პირობებში იტივტივონ. ეხლა მე ერთ-ერთი ოპოზიციონერი სახელს არ დავასახელებ, უბრალოდ 2018 წელს ეს რაღაცას მოინებდა, რომ ნუ რა გინდაო, ეხლა ანი რატო აკლავ ამას თავს უკაცო. იყოს ეს ბიზნესი და ბოლო-ბოლო თავისით მე რაღაცა მოუამბო ყდება და ანუ მაგცრილებას დაველოდოთ. მართლა ესე უყურებენ და ჩვენ ესე არ გონია. ჩვენ გონია რომ ამ ქვეყანას დასაკარგი და მართლა არ აქვს დასაკარგი დრო არ აქვს, იმიტომ რომ დასაკარგი დრო მე რა 4 ოქტომბრის შემდეგ თუ ეს ყველაფერი ვერ შედგა. ამ ქვეყანას ექნება კიდე უფრო მეტი ემიგრაცია და აგერ შათირიშვილმა ბიძინა ივანიშვილის პირადმა ფილოსოფოსმა პირდაპირ გვითხრა რა არის მიზანი. ხო ძალიან კაია ემიგრაციაში თუ მიდიან ახალგაზრდები და იქ თუ დარჩებიან და აღარ მობრუნდებიან არასოდეს ამ ქვეყანაშიო. ანუ ეს ნიშნავს უფრო მეტ ემიგრანტს, ეს ნიშნავს ამ ქვეყნის კიდე უფრო მეტ გაღარიბებას, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყანას აწლეულების განმავლობაში არ ექნება არანაირი შანსი. ამიტომაც მე საერთოდ არ მაინტერესებს და ფეხებზე მკიდე ყველას ამბიცია. მე მაინტერესებს ერთადერთი რაღაცა. მაინტერესებს რომ ეს რეჟიმი მშვიდობიანად დაიმხოს საქართველოს მოქალაქეების მჯერა და მჯერა იმისი, რომ შემდეგ უკვე თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში საქართველოს მოქალაქეებმა გადაწყვიტონ, ვინ უნდა იყოს ხელისუფლებაში. ხო, კი ბატონო, უბრალოდ მაგ კითხვა არის, ხო, ეს როგორ თავარი კითხვა, აი ეს კითხვა ხალხსაც ვინც მოდის 4 ოქტომბერს, ბევრი ვიცი ვინც მოდის 4 ოქტომბერს, მაგრამ ეს კითხვა მასაც აქვს, რომ აი როგორ გაიგებენ, ნახეთ მესმის და ამაზე ხა პაატა ბურჭულაძეს უსმენდი მე სხვათა შორის ბოლო ინტერვიუში ნახე საქართველოს მოქალაქეების იმედად არის მე რა არ არსებობს რომ ერთი კონკრეტული ერთი ნახე ლევან ხაბეიშვილი ახსნა ლევან ხაბეიშვილის აღმოაჩნდა ის უნარი რომ თუნდაც აი ხალხი აეყოლიებინა სიტყვით რაღაცა და იქ როდესაც თქვა მიტინგზე თუ გამოვიდოდა რაღაც მუხტ შემოიტანა და ასე შემდეგ. ახლა ლევან ხაბეიშვილი დაიჭირა ამ ხელისუფლებას სწორედ ამ მიზეზის გამო რომ თუნდაც ეს უნარი აღმოჩნდა რომ რაღაცა მუხტი დაემუხტა ხალხი და აი მის დროშას ვინ აიღებს თქვა მიტინგზე ვინ გამოვა ხაბეიშვილის მაგივრად ვინ ილაპარაკებს ვინ მიმართავს ხალხს პაატა
ბურჭულაძე მხოლოდ? ნახეთ, მე რა ხო პოლიტიკური ლიდერი არ არის? ნახეთ, მესმის ეგ კითხვა, მე ვფიქრობ, რომ მაგ დღეს უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ მე უსმენდი ხა პაატა ბურჭულაძეს ბოლო ინტერვიუს ამასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ მე ეგ ტაქტიკა აბსოლუტურად მესმის, რომ ამ ყველაფერზე არ ილაპარაკონ 4 ოქტომბრამდე და ილაპარაკონ მხოლოდ 4 ოქტომბერს. ეს ერთი, მაგრამ მე ნახე ასევე პროცესებს როგორ უყურებ. მე არ მგონია, რომ იმ რეჟიმის პირობებში და ამას ხაბეიშვილს სანამ დაიჭერდნენ, ჩვენ ამაზე სულ საუბრობდით, რომ ამ პროცესს უნდა ყავდეს 1, 2 ან 3 ორგანიზატორი ან ასე შემდეგ. იმიტომ რომ ყველა ამ ორგანიზატორს დაიჭერს, მე 4 ოქტომბრამდე შეიძლება პაატა ბურჭულაძეც გაუშვეს და ციხეში და მიაყოლოს ყველა. პაატას ხელა საფრთხეს ვერ ხედავ როგორც ლევანის გადაინა. შესაბამისად, ან პირიქით ან პირიქით ის რომ ის რეჟიმი ყველაფერს ასე ვთქვათ ზომავს, მათ შორის განწყობებს სოციალურ ქსელშიც, ხალხშიც და ხაბეიშვილის დაკავება რეალურად მათთვის იყო ის რომ საკუთარ ამომრჩეველშიც კი აღიარეს ის რომ მათთვის პრობლემა იყო ხაბეიშვილი და მათთვის პრობლემა არის რევოლუციური ცვლილებები, ხო? იმიტომ რომ თუ არ გეშინია არ იჭერთ. ამიტომაც ეგ არავინ არ იცის, მაგრამ რას ვამბობ მე ახლა? ვამბობ იმას რომ საქართველოს მოქალაქეებზე უნდა იყოს დამოკიდებული შედგება თუ არა 4 ოქტომბერი. მე ესე ვუყურებ მართლა, იმიტომ რომ მე არ მგონია რომ ერთ კონკრეტულ ადამიანზე თუ ჩათვლის რეჟიმი რომ ეს კონკრეტული ადამიანი არის ის ვინც ახლა ვიზეც არის დამოკიდებული 4 ოქტომბერის აუცილებლად მას ციხეში გაუშვებს, ხო? ამიტომაც რაც უფრო მეტი იქნება ამ პროცესის ორგანიზატორი და საბედნიეროდ არიან ესე ადამიანები საქართველოს მოქალაქეები რიგითი, რომლებიც ამ ყველაფერში მონაწილეობენ. მე რა ვიხარ, რომლებიც დადიან რეგიონებში ხალხს ელაპარაკებიან, რომ 4-ში უნდა წამოვიდნენ, ხო? რომლებიც ახლა აი სანამ თქვენამდე მოვიდოდი, მაგალითად რაღაც ახალგაზრდების ჯგუფი გავიდა ვაგზალზე ფლაიერების დასარიგებლად 4 ოქტომბრის მოსამზადებელი. შესაბამისად, ეს პროცესი და ეს არის კიდეც, ანუ მთავარი დემოკრატიის მთავარი ღერძი რა არის? პასუხისმგებლიანი საქართველოს მოქალაქე, ხო? ზოგადად მოქალაქე, რომელსაც შეუძლია რომ პასუხისმგებლობა აიღოს. ხო, შესაბამისად, აქ უნიკალური პროცესი ჩემი აზრით ეს არის სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთი ცალკე აღებული პოლიტიკოსი ვერ იზამს ამას. მე ვამბობ, რომ მე ვიქნები იმ დღეს ვიქნები წინა ხაზზე თუ გაბედავ შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთი საქართველოს მოქალაქე მაინც დაჩაგროს, მე აუცილებლად დავიცავ თითოეულ საქართველოს მოქალაქეს, მაგრამ საქართველოს მოქალაქეებზე არის დამოკიდებული ის როგორ იქნება 4 ოქტომბერი და ჩვენ თუ იმ განწყობით მივედით, რომ იცით რა 4 ოქტომბერს იქ არაფერი არ იქნება, რეჟიმი მაინც ძლიერია, მაინც გეგმა არ ვიცით, პაატა ბურჭულაძე სახეზე არ მოგწონს, ხაბეიშვილი და ისა რა ქვია, დაიჭირეს, იქ კიდე ვიღაცა არ მოგეწონება და ასე შემდეგ, ეს არ არის გამარჯვების ფორმულა. ჩვენ თუ რუსთავზე 4 ოქტომბერს არაფერი არ მოხდა. ნახე, ხალხი იყო დეკემბერში, იანვარში ბევრი, მაგრამ ნუ ეს რეჟიმი ვერ შეიცვალა. ხო, თუ 4 ოქტომბერს არაფერი არ მოხდა, მე რა ხდება, როგორც არ მოხდა. მე რა, დეკემბერში რო ხალხი იყო, მაგას ვამბობ ხოლმე, რომ 13 წლის განმავლობაში თქო ძალიან ბევრი ვისწავლეთ, განსაკუთრებით ბოლო აქციებისგან თქო. ჩვენ ბოლო აქციებზეც ვისწავლეთ იქ როგორი უნდა იყოს ჩვენი რეჟიმთან ურთიერთობა. აი თქვენ ბოლო აქციების გარდა სიტყვა ბოლომდე საქართველოს მოქალაქეებისგან გაგიათ? მე არ გამიგია. მე მახსოვს აქციები, მათ შორის აი რუსული კანონი მეორედ რო შემოიტანეს, მე მახსოვს რომ გარეთ ხალხი რო იდგა, უბრალოდ პირველი განხილვა რო იყო რუსული კანონის, რეჟიმის ცვლილებას კი არ ითხოვდა, რუსული კანონის გაწევას ითხოვდა. და ეგონათ რომ რუსული კანონის გაწევით ეს პრობლემა მოგვარდებოდა. ანუ ეს ფაზები გავიარეთ. ანუ ყველა მოსატყუებელი, არა, ნახეთ, რო დავასრულო, ყველა მოსატყუებელი კბილი საქართველოს მოქალაქეებმა რეჟიმისგან უკვე გამოიცვალეს, ხო? დღეს რომ საქართველოს მოქალაქეები იძახიან ბოლომდე, დღეს რომ იძახიან რევოლუციურ ცვლილებებს. ბოლო აქციებმა ჩვენ რა გვანახა, მე რა კიდე რა გვასწავლა? ჩვენ გვასწავლა ის ბოლო აქციებმა, რომ არ შეიძლება რეჟიმს შევატყოვოთ რამდენიმე მებრძოლი ადამიანი, როდესაც რეჟიმი იწყებს დარბევას. მახსოვს დეკემბრის აქციები, როდესაც ჩვენ არ ვიცოდით რა უნდა გაგვეკეთებინა, როდესაც რეჟიმი გვარბევდა და მაგ გამოცდილებიდანაც ვისწავლეთ. მე და რა არის გამარჯვების ფორმულა, რომ მოკითხებით, აი ამ გამოცდილებებზე სწავლა. მაგალითად ვისწავლეთ ის, როდესაც ერთს აკავებს გედედეს თანამშრომელი თუ ამას გაბედავს შორიდან არ უნდა უყუროს 50,000-მა და 100,000-მა საქართველოს მოქალაქემ. და თუ ერთს ჩაგრავს, ერთ მუშტად შეკრული საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც აქვს თავდაცვის უფლება და დაიცავენ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, მეორედ გედდა ვერ გაბედავს ვერავის დაკავებას და მით უმეტეს ვერავის ცემას და ესეც ვისწავლეთ. და ესეც ვიცით, ეხლა რა შეცდომა არ უნდა დაუშვათ. ანუ თქვენ ფიქრობთ, რომ ეხლა ხალხი მოვა იქ საბრძოლველად?
კი, საბრძოლო ნახეთ, ხალხი იქ მოდის ოჯახები და მათ შორის მე ვიქნები ოჯახი ოჯახით, მაგრამ აქ არა, მე რა თუ ერთი წოდით რომელი აქცია არ იყო მშვიდობიანი და რომელ მშვიდობიან აქციაზე არის ძალა და რეჟიმა. ამ გამოსალებებზე დაყნობით ვამბობთ ჩვენ, რომ შეიძლება რეჟიმს კიდე წაუწდეს ხელი, რომ იქ საქართველოს მოქალაქე დაჭროს. ისწავლა ჭკუა და არ გამოიყვანა ეს კედელი. მე რა ხდება? ეს წავა რეჟიმი თავისი აინახავს წავა ხო არა ჩვენ ხარ ვიცით ჯერ რა კონკრეტული მოთხოვნები იქნება დაყენებული 4 ოქტომბერს არ ვიცით რას დაანონსებენ იმ დღეს რეჟიმი შეხედავს რომ დააყენეთ ოკეი არ მაინტერესებს ხო მაგ პროცესებში უნდა დავალოდოთ 4-ს როგორ განვითარდება მოვლენები მეც რო გითხრათ გულწრფელად ყველაფერს 4 ოქტომბერთან დაკავშირებით არ ვიტყვი მაგრამ ვიტყვი ერთს მხოლოდ რომ როგორი იქნება 4 ოქტომბერი და როგორი შედგება 4 ოქტომბერი ორ ფაქტორზე არის დამოკიდებული მხოლოდ მე რა საქართველოს მოქალაქეების სიმრავლეზე და საქართველოს მოქალაქეების ბრძოლის უნარიანობაზე. საქართველოს მოქალაქეები თუ გამოვლენ და მე მგონია რომ 13 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეები უკვე აქამდე მივიდნენ და მიხვდნენ რომ ბრძოლის და წინააღმდეგობის გარეშე ამ რეჟიმს ვერ გაუშვებ, თუ ეს ფაქტორი იქნება 4 ოქტომბერს. მაშინ რეჟიმის დასრულება 4 ოქტომბერს არის შესაძლებელი. ყველა იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რაც ჩვენ რეჟიმთან ბრძოლაში ვისწავლეთ და რა ვიცი ხა გადახედეთ ამ იმაში, აგერა ყველაფერზე თავი დავანებოთ ნეპალის მაგალითი. ხო? ყველა ქვეყანას თავისი რა მნიშვნელობა ერთი რაღაცა არის. შეხედა ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი არის მათ, მერაბ. ხალხის ეს ყველგან ერთია და რა არის ყველგან ერთი. ხალხის სიმრავლეს ვერ მოერევა ვერანაირი 4000 კაციანი გედეტე და ვერანაირი შესაძლებელი ხალხის სიმრავლე გეტყოლი რომ მაშინაც იყო, ხო? ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ აქ ეგ თემა არის სწორედ რომ არის თუ არა ეგ განწყობა ხალხში, იმიტომ ხალხი მაშინ რომ გამოდიოდა საპროტესტოდ გამოდიოდა, ევროპის მხარდასაჭერად გამოდიოდა, როგორც კი კანონის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ეს განწყობა რომ ეხა ჩვენ აუცილებლად ხელისუფლება უნდა შევცვალოთ ქუჩიდან, ასეთი განწყობა არ იყო და ანუ რევოლუციური განწყობა. ეხა უსმენდი ირაკლი ქადაგიშვილს ოცნების ერთ-ერთი და ის ამბობდა რომ არანაირი რევოლუციური განწყობა ხალხში არ არის. ანუ მათ ამის იმედი აქვთ რომ კი ხალხშება გამოვიდეს ქუჩაში დაასდრეს პროტესტი აქვს ხალხს, მაგრამ რევოლუციური განწყობა რო ჩვენ ახლა ქუჩიდან უნდა ჩამოვაგდოთ ხოლმე როგორც აი ნეპალში იყო თუ ან ჩვენთან იყო 2003-ში და ასე შემდეგ. ესეთი განწყობა არ არის ხალხში ამას ამბობენ. ნახეთ ხო ჩვენ ზადვართ რომ შევასწავლეთ. ეს არის ის რაც კოცები მაგას იტყვიან, კოცებმა სხვანაირად რო თქვა რომ რევოლუციური განწყობა არის მე რა აი თქვენ რო ეხა რუსთაველზე გახვიდეთ იქ რო ადამიანები დგანა და მე გეთახმები რომ ბოლო აქციებზეც არა ნახეთ რას ვიზახი სხვა რაღაცას ვამბობ კი ვიცი სხვა რაღაცას ვამბობ ნახეთ ბოლო აქციებზე და მე ეს გითხარით სწორედ რომ აი რუსული კანონის დროსაც კითხო ადამიანები იძახდნენ რომ გაიწვიეთ რუსული კანონი თორე ჩვენ რო ვიძახით რომ რეჟიმის ცვლილება არის მნიშვნელოვანი ხალხს აგრესია ჰქონდა ჩვენზე იმიტომ რომ ვერ ხვდებოდნენ რას ვეუბნებოდით რომ ეგონათ რომ რუსული კანონის ბოლო აქციებზეც კი ბოლო დარბევებამდე სანამ აი ეს გადავლა და 500 ადამიანის დაჭერა და უბედურება იქნებოდა. აი 22 ნოემბრის შემდეგ აქციებს ვიზახი. მაშინაც კი იყვნენ ადამიანები აქციებზე, იმიტომ რომ ყველა აქციაზე ვიყავით ჩვენ, რომლებსაც ეგონათ რომ ეხლა თუ ყობახიძე გამოვა და აი ამ განცხადებას უკან წაიღებს ხო მაშინ ხო ეგ ჩაითვლება რომ უკან დაიხია ხელისუფლება. მაგრამ პროცესებმა თქო და ამხრივად ძალიან საინტერესო არის 4 ოქტომბერი. რა იმიტომ რომ თქვენც ხო გაინტერესებთ, მეც მაინტერესებს, ხო? მე მგონია რომ საქართველოს მოქალაქეები ეს ყველაფერი უკვე გაცნობიერებული აქვს. ახლა აქვს ეგრე გაცნობიერებული მზად არის საბრძოლველად თუ არის რევოლუციური წყო თუ არა, ამას გამოაჩენს, მაგრამ ნახე არსებობს მეორე ვერსიაც აქ რომ თუ ეს არ მოხდა და არ გამოაჩნდა ეს რომ ხალხი არის საბრძოლველად 4 ოქტომბერს შეიძლება აწყობდეს ბიძინას იმისთვის რომ ბოლოს ეს გაჭიანურებული პროცესები დაასრულოს ანუ ხალხი მოხდება ხალხი იტყვის რომ ის ხალხიც კი ვინც დღეს ყოველ დღე დადის იტყვის რომ ნუ ამ ხალხს არ დომებია არაფერი და მე რაღაც ვიარო ყოველ დღე და ანუ ეს რა გაჭიანურებული პროცესების შეიძლება წელწილი აღმოჩნდეს 4 ოქტომბერს პირველი 4 ოქტომბერს კი მესმის 4 ოქტომბრის შემდეგ თუ 4 ოქტომბრის ეს რუსული სპეცოპერაცია მას გამოუვა და 4-ში არაფერი არ მოხდება პირობითად თქვა
4 ოქტომბრის შემდეგ უკვე დაანონსებული აქვს ბიძინა ივანიშვილი, რასაც აპირებს. მოусმინეთ ბიძინა ივანიშვილის აპრილის გამოსვლას, ის სიტყვით ამბობს, რასაც აპირებს. რასაც აპირებს იქნება შემდეგი გუშინეს ქალბატონმა წულუკიანმა გვამცნო. და ეს შემდეგი არის ის, რომ პირველ რიგში მიადგებიან პოლიტიკურ პარტიებს და აკრძალავენ ყველა პოლიტიკურ პარტიას. შემდეგ მიადგებიან სამოქალაქო სექტორს და მოგუდავენ ყველა სამოქალაქო სექტორს. შემდეგ მიადგებიან აუცილებლად თავისუფალ მედიას და იცდებიან, რომ ბოლომდე თავისუფალი მედია მოგუდონ. შემდეგ უკვე მიადგებიან საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც განსხვავებულად აზროვნებს და რომელიც მათთვის არის საშიში. ბოლომდე გავა ბიძინა ივანიშვილი, მათ შორის საქართველოს იზოლაციის კუთხით, იმიტომ რომ ის ისე უყურებს, რომ ის არის უკვე დასანქცირებული, მან თავისი ფული უკვე დაკარგა. ნახეთ, ამას რატომ გითხობ, იცი, მათი ასე ვთქვათ, სატელიტი ორგანიზაციები უკვე გამოდიან, ის რაღაც ნეიტრალურ საქართველოს შემდეგ და იმედის ეთერში იჯდა ეს ვატო შაქარაშვილი ამბობდა, რომ დროა რომ პირდაპირ ვთქვათ, რომ არ გვინდა ეს ევროკავშირი. 4 ოქტომბრის შემდეგ თუ ჩვენ ვერაფერი ვერ ვქენით, მერაბ ისედაც იზამს ამას ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ 4 ოქტომბერი სწორედ ამიტომ ამბობთ ჩვენ და სწორედ ამიტომ ვარ მე ამ პროცესში აქტიურად ჩართული, რომ 4 ოქტომბერი არის შესაძლებლობა დასასრული ამ ან აღმოჩნდეს შეიძლება ივანიშვილის ხელისუფლების დასასრული, როგორც თქვენ აანონსებთ, ამ პირიქით აღმოჩნდეს ამ აქციების და პროტესტის დასასრული. მერაბ ბიძინა და ასე ბიძინა ივანიშვილი 4 ოქტომბერს სულ რომ არაფერი არ იყო ჩანიშნული, ამ 4 ოქტომბრის სპეცოპერაციის შემდეგ მაინც გააკეთებს იმას, ახლა რაც ჩამოთვალე. ირაკლი კობახიძის განცხადება შეგახსენებთ ახლა მე, რომელმაც თქვა, რომ აი ამ არჩევნების შემდეგ აი რუსთავზე 200-300 კაცი დგასო, აუცილებლად მივხედავთ მაგათო. გასვოთ ხო ეს არ აქვს განცხადება. რა თქმა 4 ოქტომბერს, რა თქმა უნდა, ნახე, ოღონდ ეს დაკავშირებული არა, რასაც ახლა თქვენ გინდათ დაუკავშიროთ. ანუ 4 ოქტომბერს, ანუ თქვენ მეუბნებით, რომ 4 ოქტომბერს თუ ეს აქცია, რომელიც რევოლუცია, რომელიც არის დაგეგმილი, არ შედგა, მე ბიძინა ივანიშვილს ექნება იმის საბაბი. ისედაც ექნება ეს საბაბი. ისედაც ექნება მე რა ექსაბა. ხო რაზეა გახსოვს თქვენ ახსენეთ მისი გამოსვლა აპრილში, ხო? წინა წლის აპრილში, როცა მან ყველაფერი თქვა გულწრფელად, იქ მან გულწრფელად თქვა, რომ ჩემი ტაქტიკა არის თქვენს დაღლაზე. კი. ანუ დააღლით. ეხლა ელოდება რა და შეიძლება 4 ოქტომბერი აღმოჩნდეს დაღლა, ანუ მორალურად, რომ ხალხმა თქვას, რომ ნუ არ გამოდის არაფერი. და რომ ჩაფრიძო უკვე всё, დაიღალა ბოლომდე ეს ხალხი, მე ნახეთ, ვიმეორებ, რომ ბიძინა ივანიშვილი ამის გარეშეც ეგ გეგმა აქვს მაგას, რაც შეეხება დაღლას. მე ვერ წარმომიდგენია, რომ ყოველგვარი პათეტიკის გარეშე როგორ შეიძლება, რომ ამ ბრძოლაში, სამშობლოს ბრძოლაში დაიღარო. აი, როგორ შეიძლება, რომ ჟიული შარტავას ეთქვა, რომ დავიღალე და მე გამოვალ სოხუმიდან. ან როგორ შეიძლება და გურამ გაბისკერიას ეთქვა, რომ მე დავიღალე და ეხლა შევაგინებ ქართველებს, უხზე დამდგარი და ამით სიცოცხლე შევინარჩუნებ. რანაირად? ანუ თუ ვინმე დაღლაზე საუბრობს, ალბათ უნდა საუბრობდეს ნაციონალური მოძრაობა, იმიტომ რომ ჩვენ 13 წლიან ომში ვართ პირდაპირ მნიშვნელობით ამ ყველაფერში. მაგრამ 100-ჯერ დაეცე ამ ქვეყნისთვის ბრძოლაში და ცხოვრებაშიც ესეა. 100 მერტით უნდა ადგე და პირიქით мотиваცია უნდა მოგცეს ყველა წაგებულმა ბრძოლამ იმისთვის, რომ საბოლოოდ გაიმარჯო. ამიტომ მე ამ პროცესს არ ვუყურებ, როგორც დამარცხების და კიდე რომ თუ შენ უკვე გაქვს დამარცხების მენტალიტეტი და 4 ოქტომბერს მოდიხარ ისე, რომ აი მე იცი რა არის, მაინც წავაგებ და მაინც რეჟიმი იქნება, ესე ვერ გაიმარჯვებ. დამარცხების მენტალიტეტს არასოდეს არ გაუმარჯვია. პირიქით იმ შემართებით უნდა ვიყოთ, რომ 4 ოქტომბერს ჩვენი შესაძლებლობა გვაქვს, იმ შემართებით უნდა ვიყოთ, რომ ჩვენ უკვე ბევრი ვისწავლეთ რეჟიმთან ურთიერთობით, მათ შორის ბევრი ვისწავლეთ იმით, როგორ უნდა დავიცვათ საკუთარი თავები. გვაქვს კონკრეტული დღე 4 ოქტომბერი, როდესაც შეგვიძლია დავიწყოთ და დავასრულოთ ეს პროცესი და ვიმეორებ. მე რა ვერავინ ვერ დამარწმუნებს, მთელი მსოფლიო ისტორია მხოლოდ ამას გვასწავლის. მრავალათასიანი მოქალაქეები, გაბრაზებული ხალხი, რომელიც მიუხედავად წინააღმდეგობისა უკან არ დაიხევს, მას ვერ მოერევა ვერანაირი ოლიგარქი, ვერანაირი გედედე და ვერანაირი შინაგან საქმეთა სამინისტრო. ამაში ვარ დარწმუნებული და მე გამარჯვების ფორმულას ვუყურებ ესე: ქუძზე კაც რუსთაველზე და წინააღმდეგობის გამწევ საქართველოს მოქალაქეებს თუ რეჟიმი შეეცდება რომ დაჩაგროს. არ ყავს ლიდერი, პოლიტიკური ლიდერი ამ პროცესში. ეს შეიძლება ერთ მხრივ გამოიკვეთა ლიდერი ამდენი ხნის განმავლობაში, რომელიც თავის თავზე პასუხისმგებლობას აიღებდა. აი ერთის ცადახაბეიშვილმა ეს ვაღიაროთ თავის თავზე რაღაც სასწაულს აღება და ეგრევე მოაშორეს. ანუ და ეხლა დარჩა თავის გარეშე და პოლიტიკური ლიდერის გარეშე ეს პროცესი. ეს პრობლემა არ არის. ნახეთ, ეს მე საერთოდ ყოველგვარ კრიზისში თვითონ ბუნებით ვარ ესეთი, რომ ყოველგვარ კრიზისში ვეძებ შესაძლებლობას. და მე ვფიქრობ, რომ ეს შეიძლება იყოს კიდევ უფრო დიდი შესაძლებლობა და რატო? აი რას თქვენ ეხლა თქვით. როგორც კი გამოჩნდება მსგავსი ლიდერი, მას აუცილებლად ციხეში ჩასვამი. როგორც ჩასვეს ხაბეიშვილი.
ამიტომაც რაც უფრო მეტი კი ერთმხრივ შეიძლება იყოს პრობლემა, იმით რომ პოლიტიკური ლიდერი მაინც არის ის, ვინც ყრავს და მიმართულებას აძლევს ამ ყველაფერს. ხო, 2003 წლის რევოლუცია იქნებოდა ხო მიშას გარეშე გეთანხმები, მაგრამ ნუ მაგიტომაც უზის ციხეში. რეალურად ხო? მის 2003 წლის რესურსი არა აქვს, რაც მაშინ ჰქონდა, პოლიტიკური რესურსი. მოდი ესე ვთქვათ, მაგრამ მაშინ მიშა იყო სიახლე, მიხვდი? ანუ ახლა მოთხოვნილება არის ახალი მე მაგალითად ხალხი რომ ხვდება ქუჩაში, ამას მეკითხება პირველ რიგში, რომ აი კარგი დაუშვოთ ბიზნეს შევცვალოთ, ვინ მოდის? არა, ეხლა მე გეტყვი მაგის პასუხს. ვინ მოდის? მე რომ ვეუბნები რომ იცი რა გინდათ ეხა ერთი კაცი, აი კოალიცია მოვა. ამაზე რას პასუხობ? იცი რა კოალიცია მოვა, ერთმანეთს ჭამენ, ერთი იქეთ გარბის, მეორე იქეთ გარბის. მოდი ესე გეტყვი. მოდი ერთ რაღაცას ოღონდ ამ ხალხმა უკაცრავად, მაგრამ 2012 წელს ამოხაზა ერთი დიდი ყველას არ ეხება. არა, უნდა გიპასუხო. პირველი, ყველა იქ ხალხი ვინც მაგას გეუბნება, რომ ამის საპროცენტოდ ვინოდის არის მენტალურად ქოცი, რომელსაც ხმამაღლა იმის თქმა უტყდება რომ გითხრას რომ ქოცია. თორე 2013 წელს თავიანთი კალმებით რომ მივიდნენ. არა, ერთი წუთი დავასრულებ. ნახე, დავასრულებ 2012 წელს რომ მოვიდნენ. თავიანთი იმით რა ქვია, თავიანთი პასტები და ის რა ქვია, ყველას არ ეხება ცხადია, მაგრამ უმრავლესობას ის ნაგავი რომ ამოხაზეს, რა ნაგავით ამოისა რა ქვია, ამოხაზეს უფასო ფულს რომ პირდებოდან და სოლარიუმებს და ასე შემდეგ, მაშინ იკითხეს ეგა? არა, იკითხეს და დაინახეს რომ ბიძინა მოდის. ხო, მოეწონა ეს ბიძინა. შეცდნენ თუ არ შეცდნენ, ვიღაცა ხედავდნენ. ვიღაცა იყო საპირწონეთ, მიშა საპირწონეთ იყო ვიღაცა და ეხლა ეს ვიღაცა არ არის. ვეუბნებით რომ ამის საპირწონე უნდა იყოს კოალიცია. კი ბატონო, მოყვე, მაგრამ რა კოალიცია ის არჩევნებზე გარბის, ის რა ქვია რევოლუციაზე გარბის, დანარჩენი 7 პარტია თუ იძახის რომ საერთოდ ორივეს დასცინის არჩევნებსაც და რევოლუციასაც და ამათგან რა კოალიცია გამოვა გეკითხება და რას პასუხობ? ესეც არის საქართველოს მესმის, ნახე, მე ამ ადამიანებს პასუხობ იმას, რომ ისწავლონ საქართველოს ისტორია. საქართველოს ისტორიის არც ერთი ნაწილი, მათ შორის ილია ჭავჭავაძის და ნოე ჟორდანიას დებატები რო ნახოთ, შეიძლება უბრალოდ აი ადგეთ და თავი მოიკლათ და თქვათ რომ ღმერთო ჩემო, ამათ როგორ ზულთ ერთმანეთი რა. ანუ ეს არ არის რაღაცა ესე. აი ეს რომ იცი რა ესენი ერთმანეთს ჭამენ ერთმანეთთან ენა საერთო ენა ვერ გამოუნახავთ, ესეც არის ერთგვარი საკუთარი თავის ესე ვთქვათ ჟარგონით გაправება იმისი რომ აქეთ მხარეს არავინ არ არის და მაგიტო ვამბობ. გახარიამ და ლელო მიიღეს მონაწილეობა წეღან მითხარი რეჟიმის სპეცოპერაციაში. თუ ეხა იმათ რეჟიმის სპეცოპერაციაში იღებენ მონაწილეობას მასთან ერთად მე როგორ შექმნი? მე რომ დასკვნები ნახე მე რა, ამიტომ საქართველოს მოქალაქეებს ნახე, ამიტომაც საქართველოს მოქალაქეებს და მე ველაპარაკებ პასუხისმგებლიან საქართველოს მოქალაქეებზე. საქართველოს მოქალაქეებმა უნდა გადააფასონ მათ შორის ბევრი რაღაცა, მათ შორის 13 წლის განმავლობაში, ვინ ამ პროცესში როგორ იყო, როგორ იბრძოლა, ვინ ამ პროცესში რამდენად მართალი იყო, ვინ გაამართლა მათი იმედები და ვინ არ გაამართლა და ამის შემდეგ მიიღონ გადაწყვეტილება თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, ვის უნდა ანდონ ეს ქვეყანა. ოღონდ ჯერ უნდა გადააფასონ აი ამ ადამიანებმა, ვინც იძახიან, რომ მეორე მხარეს აქ ვინ არის, ვინ მოდის, რომლებიც რეალურად საკუთარ თავს ამართლებენ. შენს პარტიას რომ ნაციონალურ მოძრაობა იყოს სულ ბრძოლაში თან, იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობა სხვა რაღაცების გამო არ მოსწონს ამ ხალხს. იმის გამო რაც ხელისუფლებაში ყოფნის დროს აკეთა. მიხვდით, ანუ ნაციონალურ მოძრაობას მეორე პრობლემა აქვს. იმათ სხვა პრობლემა აქვს და ანუ ივანიშვილი კარაქშიზის ფაქტობრივად ოპონენტი არ აქვს. მე მგონია რომ ნახე ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტი არ აქვს. არ უყურებ ამ პროცესს ესე პირველი რომ რეალური პოლიტიკური ოპონენტი ვისიც ყველაზე ძალიან ეშინია და ეს ახლაც სულ ჩანს ხოლმე ამ პროცესში ეს არის ნაციონალური მოძრაობა. ერთადერთი მიზეზის გამო მე რა, იმიტომ რომ მას ზუსტად იცის და ზუსტად იცოდა რომ ყველას ყველაფრით დააკომპლექსებდა, ყველას რუსული პროპაგანდით და ნუ ეწყინება ეს ნუ რავის, მათ შორის იმათ ვინც ახლა ოპოზიციაში არიან, ყველას რუსული პროპაგანდით კარგა ხანია საზრდოებდა ნაციონალური მოძრაობის გარდა და 19 წლის თავზე რომ მიხნევ ვიღაცაები რომ ეს რეჟიმი რუსი იყო, ხომ ეს ამან ძალიან ბევრი დრო დაგვაკარგია, მათ შორის ოპოზიციურ ფლანგზე და დააკარგია ამ ქვეყნის განვითარებას. ხო, ყველა ის ადამიანი, ვინც კითხავს ესე სვამს, რომ აი რეჟიმი აქ არის და უკაცრავად, მაგრამ აქეთ ალტერნატივა არ არის და ალტერნატივა რო არ არის, მაგიტო ვაძლევ თურმე რუსულ რეჟიმს. არა, არ მოდის არჩევნებზე. არც ქუჩაში არ გამოდის. არა, არჩევნებზე არ უნდა მივიდეს. ახლა არჩევნებზე არ უნდა მივიდეს, იმიტომ რომ არანაირი არჩევნები ამ ქვეყანაში არ არსებობს, მაგრამ საპროტესტო აქციაზე უნდა მივიდეს და ვის გამო? საკუთარი ქვეყნის გამო. მე რა, ვინ მოდისო, მე მინდა ვიცოდეო ის გეუბნება. და თუ განსხვავებას ვერ გაუშვებ, ვინ მოვა ეს მინდა წინასწარ ვიცოდეო. და თუ განსხვავებას თქო. პროცესში მონაწილეობის უნდა. ხო, ანუ მე ხო და მე
ვამბობ, რომ ყველა ესეთი ალტერნატივა ოპოზიცია. და მე ამას ვიზახი, რომ ყველა ესეთი ადამიანი, ყოველ შემთხვევაში დიდი უმრავლესობა ვისთანაც მე კომუნიკაცია მქონია, ყველა ესეთი ადამიანი უბრალოდ მენტალურად საკუთარ ქოცობას მალავს. ეხლა კი და ამიტომაც ის რომ ხო და ამაზე პასუხი აი ჩემი მოსახედიდან არის აი ესეთი ძალიან მარტივი. ნახეთ, თუ იმას ამბობ, რომ ეს არის რუსული რეჟიმი და თუ ამბობ, რომ ეს არის რეჟიმი, რომელიც ყველაზე ცუდი, ანუ ამ ქვეყანას აქ არ არის ცუდ ხელისუფლებაზე საუბარი, მაგრამ რუსულ რეჟიმზეა საუბარი, ანუ რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართა შენ. და თუ ამას ამბობ, რომ რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართავს, თუ შენ ეს გაცნობიერებული გაქვს, რუსული საოკუპაციო რეჟიმი გმართავს, მაშინ ისიც უნდა გქონდეს აუცილებლად გაცნობიერებული, რომ რუსულ საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში კითხვა არ უნდა დასვა, რომ აქეთა მხარეს ვინ არის. იმიტომ რომ ნაციონალურ მოძრაობას არასოდეს 9 წლის განმავლობაში მიუხედავად თავისი შეცდომებისა, რომელიც ჰქონია, არასოდეს ამ ქვეყნის სახელმწიფოებრივი ინტერესთვის არ უღალატია და ამ ქვეყნის ევროპული კურსისთვის არ უღალატია. ამიტომაც ყველა ამ ადამიანმა და როცა ჩვენ საუბრობთ ასევე იმაზე, რომ აი 4 ოქტომბრის მშვიდობიანი რევოლუციით ჩვენ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უფლება უნდა მოვიპოვოთ, რომლის შესაძლებლობა ჩვენ არ გვაქვს. მერე საქართველოს მოქალაქეება უნდა გადაწყვიტონ, ხო, არცებულ პოლიტიკურ პარტიებს შორის ვინ უნდა და ვის რა იმით უნდათ რომ მანდატი მიენიჭონ. თუ საუბრობთ, რომ აქეთ არის რუსული რეჟიმი და ყველა ვინც ნაციონალურ მოძრაობა, აი მაგას იძახის, რომ ესენი კი არიან რუსები, მაგრამ ნაცების მობრუნება არიან ქოცები. თავიანთი მენტალობით და სანამ მაგ კომპლექს საკუთარ თავში არ დაძლებენ, მაშინ ვერასოდეს ვერ გამოვლენ ამ ქვეყნის დასაცავად. აი 13 წელი ვერ დაძლიეს. კიდე 13 წელი შეიძლება ვერ დაძლიონ და რა გავაკეთოთ? რა მე საკრომო მე ასე ვიდგეთ და ვიძახოთ, რომ აი თქვენ ხართ ქოცები. ეგ არის გამოსავალი. მაშინ თქვენ ხა ის მითხარით, რომ ვიძახოთ, რომ თქვენ ხართ ქოცები, ამ ხალხს ხო ვერ გამოცული. ეს არის ამორჩეველი, ეს არის ჩვენი ხალხი, რომელმაც ვერ დაძლიეს ნაციონალური მოძრაობის შიში თუ სიძულვილი. მე ვფიქრობ, რომ სიძულვილი ვიდრე შიში. არ დაძლიეს და ეხლა 13 წელი თქვენ ამის პასუხად ეუბნებით, რომ თქვენ ხართ ქოცები. კაი, ქოცები ვართო და იყო იქნება მიზინა კიდე 13 წელი. მე რა ხდება? ეგ ხო პასუხი არ არის. არა, ნახეთ, თქვენ აბა მაშინ მითხარით თქვენი გამოსავალი უბრალოდ ამაზე. წერას ხო და მაშინ როცა და საქმეც მაგაშია. ნახეთ, ამ რთულ სიტუაციაში მართლა ვერ ხედავ გამოსავალს. მე ვხედავდი გამოსავალს ერთს, რომ რაღაც აი მართლა მესამე ძალის რაღაცა გაძლიერებულიყო ისე, რომ ეს ნაცების და ქოცების დიქოტომია დამთავრებულიყო. ეს არის პრობლემა. ეს არის თქვენი პრობლემა. კიდე ვიღაცებს იმედები ვერ გაუმართლა. აი მაგითო კითხეთ. ეხლა მე რო კითხვა შემოგიბრუნეთ. ანუ ესეც არ გამოვიდა, მიხვდი? შეხედე რა პრობლემა არის? ნაციონალურ მოძრაობამ ვერ მოახერხა, რომ ამ ხალხისთვის დაენახებინა, ვისაც ნაციონალურ მოძრაობას ზულს, რომ ისინი შეიცვალნენ. ნაციონალურ მოძრაობა იმის მაგალითად ამ ხალხზე იმუშაოს და ეს დაანახოს 13 წელი ეძახება, თქვენ ქოცები ხართ, რადგან ჩვენ არ მოგწონთ. ეს ვერ მოახერხა ნაციონალურ მოძრაობამ. მესამე ძალა ვერ გაჩნდა ისეთი, რომელიც მართლა მებრძოლი იყოს და ბოლომდე წავიდო და ბრძოლაში და აი დამჭირდა ეს. ეხლა მე გიპასუხეთ. მე რო შემოგიბრუნეთ კითხვა თქვენ რას ხედავთ გამოსავალს, მე ზუსტად ვისადი რომ თქვენ მაგას მეტყოდით, რომ მესამე ძალაო. და თქვენ მეუპასუხეთ მაგ კითხვას. ყოველთვის 13 წლის განმავლობაში ვინც ამ პროცესებში რბილად რო ვთქვათ, ანუ მოსახვევში მოსრიალდა იყო მესამე ძალა. ყველა ვინც მესამე ძალა დაიყვა. იმიტომ რომ არანაირი მესამე ძალა ამ ქვეყანაში არ არსებობს. მერაბ არსებობს ორი, არა, ერთი წუთით, არა, დამასრულებიეთ. ახლა ამ ბრძოლაში არსებობს ორი მხარე. ერთი რაღაცა 200-300 ოჯახი გამდიდრებული ჩინოვნიკების, რომლებიც საკუთარ მილიონებს იცავენ და რომლებიც ამ ქვეყანას რუსეთისკენ მიაქანებენ და მეორე მხარეს არიან საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეები, რომლებსაც ამ ქვეყნის გადარჩენა უნდათ. და ეს პროცესი საერთოდ არ არის, არც ამ პროცესის ნაცვლად და ქოცურში გადაყვანა, ეს არის ის, რაც მხოლოდ ქოცებს აწყობთ. იმიტომ რომ ეს პროცესი არ არის არც ნაცური და ქოცური, მერაბ ეს პროცესი არის საქართველოს მოქალაქეების საერთო სახალხო პროცესი არის, სადაც ჩვენ ყველა ერთად, აგერ მე და კახა მიქაია ვიდექით, გავართ რუსთაველზე და 4 ოქტომბერთან დაკავშირებით და კახა მიქაია ხა ჩვენს მაყურებელს ალბათ ემახსოვრება სამეგრელოში მე მაგაზინი თქოს არ ვიცნობდი საერთოდ 2012 წლიდან ის რომ 4 ოქტომბერთან დაკავშირებით ჩვენ ახლა ერთი ხედვა გვაქვს და აგერ Facebook-ზე მისი ვიდეო გავაზიარე ეს ნათლად მიანიშნებს იმას რომ ეს არის პარტიული თქო და ეს არის საერთო სახალხო ბრძოლა რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ხო შესაბამისად იმ ფონზე როდესაც რუსეთის საოკუპაციო რეჟიმი გმართავს არ შეიძლება შენ აქეთ ამ მხარეს ფიქრობ და იმაზე ვერასოდეს ვერ დაინახავ
მისახავ ალტერნატივას თუ არ გიდა მე რა ვერასოდეს და კიდევ ერთხელ მეორე კიდევ ერთხელ ჩემთვის სადაც არ აქვს მნიშვნელობა ხმას ვინ მისცემს მე რა მაგრამ არჩევანი რო დაუდგეს მე რომ ვისაც უნდა მაგას მისცეს ხმა როდესაც თავისუფალ და მე მჯერა ერთი რაღაცის როდესაც ჩვენ რეჟიმს გავუშვებთ და რეჟიმს მშვიდობიანად დავამხობთ და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესაძლებლობა იქნება ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ახალი ადამიანი გამოჩნდება, მათ შორის ამ ეგრეთ წოდებულ შეშიშტებელზე და ვისაც უნდა მაგას მისცეს, ვისაც უნდა, რა ვიცი, მაგას მისცეს ხმა და ასე შემდეგ, მაგრამ ის რომ ამ ბრძოლაში რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ერთი ვართ თქო, ეს არის მნიშვნელოვანი და აქ კითხვების დასმა, რომ იქ რაღაცა ვიღაცას ალტერნატივას ვერ ხედავ და ასე შემდეგ არის ის, როცა თუ არ გინდა ალტერნატივის დანახვა, ვერასოდეს ვერ დაინახავ. ეხლა რა შეეხება ქოცურ მენტალობას? კი, მენტალობა. მე რა თუ რამე ქართველობა თქვენ ანუ რა ვიცი რა გონია ანუ ქართველობაშიც და როგორც ნებისმიერ ადამიანში არის საწყისი ბოროტების და სიკეთის ზუსტად ესეა ხო ჩვენი ეროვნული იდენტობაც ჩვენ ყოლია მოღალატეებიც და ყოლია გმირებიც ჩვენი ისტორია არის ეკლიანი ისტორია და არის გამარჯვების ისტორიაც როგორი ვიქნებით ჩვენ როგორც ერი როგორ პროგრესირდებით დამოკიდებულია იმაზე რა არჩევანს გავაკეთებთ ჩვენ ნახე ქოცური მენტალობა ხოცებად გამოცხადა ვისაც თქვენ არ გწოხართ დავასრულებ არა სხვა რაღაცას ვამბობ ნახე დავასრულებ ქოცური მენტალობაც არის ზუსტად აი იმ ყველაფერი ცუდის რაც ქონია აი იმ ღალატის კონფორმიზმის არის რა ვიცი მომხვეჭელობის ყველაფერი ცუდი არის სწორედ ეს ქოცური მენტალობა რაც საერთოდ ამ ქართულობას ქონია და ყველაფერი კარგი რითაც საქართველოს გადარჩა არის ნაცნობი გმირობის არის საქართველოს მოქალაქეების და თქვენ ერთ რაღაცას ვერ უარყოფთ მე რა ვერ უარყოფთ იმას რომ 2012-ში ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსვლა იყო შეცდომა მიუხედავად იმისა რომ ნაციონალური მოძრაობა უნდა წასულიყო და ყველა ორი ვადით ყველა ხელისუფლება უნდა წასულიყო ვერც იმას უარყოფთ რომ ბიძინა ივანიშვილი არა ვიღაცა არ უნდა მოსულიყო აი ვიღაცა რა უნდა მოსულიყო ახლა თუ 2012-ში უნდა მოსულიყო ვიღაცა როგორც ახლა თქვენ მეუბნებით ეხლა რატო უყურებენ ის ადამიანები ესე მტკივნეულად რომ თურმე ვიღაცას ვერ მისცემენ ხმას ამ ადამიანს 2012-ში ნახეთ ხო და ამ ადამიანს ვეუბნებით რომ კარგი თქვენ კარგად იყავით და იმად გარეშე არ გამოდის ცვლილებები ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ ყველამ ერთად ჩვენ ვეუბნებით რომ ჩვენ საქართველოს თითოეული მოქალაქე მიუხედავად მისი პოლიტიკური პოზიციისა ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ რეჟიმის წინააღმდეგ და ვეუბნებით იმას რომ მიუხედავად იმისა რომ შენ ნაცია არ მოგწონს და მე შენ არ მომწონ ხარ ჩვენ ხო თანხმდებით იმაზე რომ ეს ქვეყანა გვიყვარს ჩვენს პოლიტიკურ პოზიციაზე უფრო მაღლა არა ქოცი საქართველოს მოქალაქეები ამ ქვეყანაში არიან უმრავლესობა და ამ ქვეყანაში არიან ბევრად მეტი ვიდრე ხა ის კატეგორია რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ ახსენეთ და რაღაცა ის ამბები და ამ თემაზე რაღაც პოდკასტში საუბრობდი მახსოვს ხო ნიკა გილაურის ამბებს იხსენები და რო გითხრა რეალურად რა ხდება გილაურებთან დაკავშირებით. ხო, ნუ გილაურთან დაკავშირებით ეხა ბოლო ინფორმაცია რაც ვისით არის ის რომ ეს ძმები გილაურები რომლებიც საქართველოს ბანკის მფლობელები არიან მათ შორის და ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბიზნესმენები არიან, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფულის პატრონია ირაკლი გილაური საქართველოს მოქალაქეებს რო ესწრებათ უჩა მამაცაშვილის შემდეგ და ბიძინა ივანიშვილის შემდეგ ამ ქვეყანაში რომელიც უჩა მამაცაშვილის ახლოწრეთ მიიჩნევა. და ეხა დადიან ბრიტანეთში და არწმუნებენ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს მათი წარმომადგენლები რომ არაფრით არ შეიძლება თურმე ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, იმიტომ რომ ეს რეალურად საქართველოს ეკონომიკას დაარტყამს და ჩვენ ამაზე ინფორმაციები მანამდეც ჰქონდა. ეს ეხლა გავრცელდა კონკრეტულად, თორემ მანამდეც მაგალითად ამერიკელებთან რო ამაზე საუბრობდნენ, რომ არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება, ესეც ვიცით, მაგრამ აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ის არის, რომ გილაური იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარდაჭერი კოალიცია 4-ის. ეხლა ჩვენ თუ ამაზე უფრო მეც და მე პირადად არ ვლაპარაკობ, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს ადამიანები ციხეში ზიან. თუმცა მე მგონია, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც ეს უნდა უპასუხონ, არის ეს. რანაირად იყო ნიკა გილაური ერთ-ერთი მათი მთავარი მხარდამჭერი და თანფინანსებელი მთელ სამ პროცესში. ანუ ადამიანი, რომელიც ირაკლი გილაურის ოჯახის წევრი და ძმა არის, ოღონდ ახლა აქ ეს გამართლებები, რომ ძმა არ არის და ნიკა გილაური სხვა არის და ირაკლი გილაური სხვა არის, ეს რაღაც ურთმელიძე მოთქვა. დედა ის არ აქვს, დედა ოჯახის წევრი არის დაახლოებით ეგეთია, იმიტომ რომ არსებობს ცალკე ირაკლი და ნიკა გილაურების ფული, არსებობს ერთი საოჯახო ბიზნესი და საერთო გილაურების ფული, რომელიც დაკავშირებულია უჩა მამაცაშვილთან. ანუ ეს ფაქტიც, ხედავთ მე რომ ანუ წინა საარჩევნოდ რა გამოდიოდა, რომ წინა საარჩევნოდ და ნიკა გილაური სხვათა შორის დადიოდა როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წინა საარჩევნოდ ეხა ყველასთან მათ შორის ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან და ასე შემდეგ და ეს ადამიანები ხო ვინც ხეში არიან მოკლედ მას იზახდნენ რომ ნუ გარდამავალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი უნდა ყოფილიყო ნიკა გილაური რომელსაც შეეძლო რომ რომელსაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილს მოკლედ ხელისუფლება გადაებარებია ანუ წარმოიდგინეთ რა სიგიჟეში ვიყავი წინა საარჩევნოდ რომ სულ რომ ბიძინას არ წაერთმია ეს არჩევნები და არ დაეწერა მას მაინც გეგმაბე გილაურის სახით ქონდა გამზადებული მე ეს ადამიანი რაღაცა უცებ აი ესე გაქრა
საერთოდ. აი 4 მისი კოალიციის 4 ლიდერი, ვისაც ის აფინანსებდა და მხარს უჭერდა ციხეშია, ეს ადამიანი საერთოდ ისე გაქრა, რომ ვეღარ პოულობენ საქართველოში არის თუ არა და როგორც აღმოჩნდა, დადის რაღაც საერთაშორისო პარტნიორებთან და იძახეს, რომ ბიძინა ივანიშვილი დასანქცირება ნიშნავს საქართველოს დასანქცირებას, ხო? რეალურად კითხვებს ხო აჩენს, ხო, ეს ყველაფერი მათ შორის ამორჩეულში აჩენს კითხვას და მათ შორის მნიშვნელოვანია, რომ ამ კითხვებზეც პასუხი ჰქონდეს. რა იყო ნიკა გილაურის როლი წინა საარჩევნოდ, რანაირად მოხდა ის კოალიცია 4-ის დამფინანსებლად, როგორ ხდება, რომ ირაკლი გილაური, რომელიც უჩა მამაცაშვილის მარჯვენა ხელია, ამ ხელაფულის პატრონი, ისე მონაწილეობდა ის ბიძინა ივანიშვილს ამაგრებდა და მეორე ძმა ცალიხელით აქეთ კოალიცია 4-ს აფინანსებდა, რა იყო აქ თავარი შეთანხმება და შემდეგ ამ პროცესების შემდეგ სად არის ახლა ნიკა გილაური? სად გაქრა რუსა რეჟიმს, როცა წინააღმდეგობის მოძრაობას ყველაზე მეტად ჭირდება? როდესაც პოლიტიკოსები ციხეში არიან და რა ვიცი სათითაოდ ესე დავდივართ და აქციაზე ხალხს ესე სანთლით ვეძებთ, ხო? ეს ლეგიტიმური კითხვებია, რომელზეც პასუხი უნდა გასცეს 4-ვე კოალიციის ლიდერმა. როდესაც ისინი ციხიდან გამოვლენ, იმიტომ რომ ეს არ არის მარტივი ამბავი, რა შეთანხმებაზე იყო საუბარი უჩა მამაცაშვილთან და ბიძინა ივანიშვილთან, რა ხელისუფლების გადაბარებას პირდებოდნენ და როგორ გადააგდეს მერე და მაინც ციხეში გაუშვეს კონკრეტულად ეს ადამიანები. ეს არის კითხვები, რომელსაც პასუხის განცემა აუცილებლად ჭირდება. აუცილებლად ჭირდება პირველ რიგში, რომ ჩვენ ამ კითხვებზე პასუხი ვიცით. გასაგებია. მადლობა დიდი. მადლობა თქვენ.